აი, გავედით, მე მგონი, გამარჯობა, მოგესალმებით. შეიძლება დაგვიდასტურეთ, რომ ვისმენთ და ვხედავთ კარგად. პლუსი დასვით შეიძლება, ან რაღაცა სხვა ფორმით მოგწერეთ, რომ ჩვენი გესმით. სამი შეხედოთ ჩატი გავხსნათ და ჩატი გავხსნათ და გავიჩვით. შვენიერი, აკერ წერენ. ძალიან კარგი. მოგესალმებით, მეგობრებო. წერენ. ჩავწიოთ ამა. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს, ილია ნიკაჭაძე. და გვაქვს ძალიან საინტერესო თემა. ფსიქიკის არაცნობიერი პროგრამები, რომელიც ასე ვთქვათ, ცოტა უფრო ახლებურად უნდა განვიხილოთ, ცოტა შეიძლება უჩვეულოდ, ორიგინალურად, მაგრამ როგორც ყოველთვის სასარგებლოდ. აბა რას გვეტყვით, იცემულა, რა მოგვიტანე? დღეს თემა ისეთია ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რა პროგრამებზე მუშაობს ადამიანის ფსიქიკა. ანუ, თუ დაუშვებთ რომ ადამიანი არის კომპიუტერი, Windows-ზე მუშაობს, Linux-ზე მუშაობს, Windows-ზე მუშაობს ქვე პროგრამები, ქვე ჩაშლები რა არის. ეს ყველაფერი რას გვაძლევს? საბოლოოდ ეს გვაძლევს იმას, რომ თუ ჩვენ გვეცოდინება რა პროგრამაზე მუშაობს ჩვენი ან სხვა ადამიანის ფსიქიკა. ჩვენ შეგვიძლია არ დაუშვათ ვირუსის გავრცელება ჩვენს ფსიქიკაში, ანუ ჩვენ პროგრამაში, ანუ პროგრამა მუშაობს გამართულად. შემდეგ ჩვენ შევძლოთ ამ პროგრამის განახლებული ვერსიების ქონა. მივათ? და მესამე, ჩვენ მოვახერხოთ ის, რომ შევძლოთ პროგრამის გარეთად ფუნქციონირება. აი რა არის პროგრამის გარეთ ფუნქციონირება? ამის ძალიან კარგი ილუსტრაცია არის მატრიცა ვაჩოვსკების, სადაც ბოლოს ნეო ხდება რჩეული და ის ახერხებს მატრიციდან გამოსვლას და მატრიცის მიღმა არსებობის. აი დაახლოებით ესეთი შედეგი არის, როდესაც შენ აცნობიერებ შენი ფსიქიკის პროგრამებს და შეგიძლია რომ პროგრამები სიტუაციურად გამოიყენო. ანუ ეს არ იყოს შენი არაცნობიერი მოქმედების ნაწილი, არამედ ეს იყოს სიტუაციური ქცევის ნაწილი. მე ხლა სლაიდი მოგიმზადეთ, სადაც უფრო ისევ დაწვრილებით აგიხსნით ამას და ბოლოს უკვე კითხვა-პასუხისთვის დავიტოვოთ, რომ მანამდე თუ შეიძლება რომ დამიდასტუროთ 10 ბალიანი სისტემით რომ შეაფასოთ, რამდენად საინტერესოა ეს თქვენთვის, რომ გაიგოთ რა პროგრამებზე მუშაობთ, გაიგოთ როგორ მართოთ შემდეგ ეს პროგრამები და გაიგოთ თუ როგორ შეიძლება თავი დაიცოთ ვირუსებისგან, რომ თქვენი პროგრამული სისტემა, ანუ თქვენი ფსიქიკა რაც შეიძლება გამართულად მუშაობს. არქით გავშალოთ ჩვენი სლაიდი. ფორმალურად გაგიცნობით მაინც, მე ვარ ილია ნიკაჭაძე. ახლა ვარ ფსიქოკონსულტანტი, ფსიქოთერაპევტი. მაქვს რამოდენიმე მიმართულებაში აკრედიტაცია, ენეაგრამაში, NLP-ში, კოუჩინგში, ისევ გეშტალტ თერაპიაშიც, ახლა ვარ პრაქტიკოსი გეშტალტ თერაპევტი. ჩემი საქმიანობა უკავშირდება ფსიქოლოგიას, ფსიქოთერაპიას და ტრენინგ საქმიანობას. ასე შეგიძლიათ მომნახოთ Facebook-ზე, მომნახოთ Instagram-ზე და ბევრი საინტერესო ინფორმაცია ნახოთ ჩემს საქმიანობაზე და ფსიქოლოგიაზე ზოგადად ჩემს გვერდებზე. მოდი ახლა გადავიდეთ და ავხსნათ რა პრინციპით მუშაობს ადამიანის ფსიქიკა. და დააკვირდით ჩვენ თუ ყურადღებას მივაქცევთ, ჩვენი ფსიქიკა ძირითადად ორი, ასე ვთქვათ, მოდალობით იმართება. ერთი ეს არის სიტუაციური ქცევები. რა არის სიტუაციური ქცევა? სიტუაციური ქცევა ნიშნავს იმას, რომ მე დღეს, როდესაც გარეთ გავდივარ, სიტუაციურად შეიძლება ჩავიცვა კრემისფერი ქურთუკი, ხვალ სიტუაციურად ჩავიცვა უფრო თხელი ქურთუკი, იმიტომ რომ ამინდი შეიცვალა. ნახეთ, ჩემი ქცევა უშუალოდ სიტუაციამ განაპირობა. და მეორე ეს არის პროგრამული ქცევა, როდესაც მე მექანიკურად, გაუცნობიერებლად ვიცნობ დავუშვათ იმას, რაც ტრენდულია. ნახეთ? ანუ მე კონკრეტული ტრენდულობის პროგრამიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, თან გადაწყვეტილებაც არ არის, იმიტომ რომ ამაზე მე დიდად არ მიფიქრია, ის რაღაცა სპონტანურად, თავისთავად გავაკეთე. ეხლა ამის საფუძველზე ჩვენი ფოკუსი დღეს იქნება უფრო პროგრამული ქცევები, ანუ იგივე პატერნული ქცევები, როგორც გნებავთ ფიქსირებული ქცევები და არქით. ამას ერთი და იგივეა ეს ტერმინები, უბრალოდ სხვადასხვა მოდალობა ამ სხვა რამეს ეძახის. და ეს რო ავხსნათ, რას ნიშნავს პროგრამული ქცევა?
ნახეთ, როდესაც ქცევა უდრის შედეგს. ანუ, ჩემს განცდაში კონკრეტული ქცევა კონკრეტულ შედეგს მაძლევს. თუმცა ეს ჩემი განცდა, ამ ასე ვთქვათ, პროგრამული ქცევის მინუსი ის არის, რომ ჩემი განცდა როგორც წესი და ხშირად რეალურად არ ემთხვევა. მაგალითი რომ მოვიყვანოთ, აი პროგრამული ქცევა არის რა? მე მინდა რომ თქვენ მოგწონდეთ. ბევრ ადამიანს უნდა, ხო, აქვს ეს საჭიროება, რომ ადამიანები მის მიმართ კეთილგანწყობილი იყვნენ. ნახეთ, პროგრამული ქცევა იქნებოდა, რომ მე მქონდეს ესეთი რწმუნებულება, მაგალითად, რომ მე თუ ვისაუბრებ ჩემს მიღწევებზე, თქვენ მოგეწონებით. ნახეთ, ჩემი ქცევა საუბარი ჩემ მიღწევებზე, ჩემს არაცნობიერ აღქმაში უდრის შედეგს, რომ თქვენ მოგეწონებით. ან მაგალითად, ასევე პროგრამული ქცევა არის, რომ მე ვიზრუნებ თქვენზე და თქვენ თვალში ვიქნები კარგი ბიჭი. ნახეთ, უდრის ნიშანი იწერება ჩემს ქცევასა და შედეგს შორის, რომ რა შედეგის აი აქედან შეიძლება რომ მივიღო. აი ძალიან ესე ვთქვათ ანალოგი რო გავავლოთ, ძალიან გავს Excel-ი, ესეთი პროგრამა, ჩვენი ფსიქიკის მუშაობის პრინციპს, იმიტომ რომ ზოგადად რაც შეიქმნა სამყაროში, ყველაფერი არის აღებული ფსიქიკიდან, ანუ ყველაფერი არის რაღაცა პროექცია ფსიქიკური თუ ბიოლოგიური პროცესების და მათ შორის Excel ძალიან კარგი ამისი მაგალითია და Excel-ში არის, ხო? არის სიტუაციური ელემენტები და არის პროგრამული ელემენტები. მაგალითად სიტუაციური არის, რომ ყველგან უნდა დაწერო რაღაცა ციფრი, შენ თვითონ ხელი. აი პროგრამული ქცევა Excel-ის არის, როდესაც ჩაწერ 1-იანს, 2-იანს, 3-იანს და ჩამოშლი, იგივე ლოგიკით გააგრძელებს ჩამონათვალს Excel. ნახეთ, პროგრამამ რა ქნა? პროგრამამ გააკეთა მულტიპლიკაცია მოახდინა ამის და მან ჩათვალა, რომ თუ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ეს ვქენი, სულ ეს უნდა. ანალოგიურად, ნახეთ, ანალოგიურად მუშაობს ჩვენ პროგრამული ქცევა, რომ მე თუ ერთხელ მივიღე თქვენი აპლოდისმენტები, იმიტომ რომ მოგიყევით როგორი შედეგიანი ბიჭი ვარ და რა მიღწევები მაქვს, ორჯერ მივიღე ეს აპლოდისმენტები, ეს უკვე ჩემს პროგრამულ ქცევაში გადის, ანუ პროგრამირდები თუ შეიძლება ითქვას ამით და ჩემს განცდაში ესე მგონია რომ ყველგან, ყველა სიტუაციაში, ყველა ვითარებაში მე თქვენს კეთილგანწყობას მოვიპოვებ, ჩემს შედეგებზე საუბარი. ან თქვენზე ზრუნვით მოვიპოვებ. ჩვენი დღევანდელი მიზანი არის რომ აღწეროთ რა პროგრამული, ესე ვთქვათ, ქცევები არსებობს. ნუ ცხადია ყველას ვერ აღწერ, ძალიან ბევრია, მაგრამ მე შევეცდები რომ რამდენიმე მათგანი აღწერო. მოგიყვანოთ ცნობილი ადამიანების მაგალითი, იმიტომ რომ გაგიკვირდებათ და თქვენთვის ნაცნობი ძალიან ბევრი რაღაცა ვარსკვლავის თუ ისტორიული პირის ქცევა პროგრამული ქცევა იყო, ანუ ისინი კონკრეტული პატერნებით მოქმედებდნენ, ისინი კონკრეტულ უდრისებს წერდნენ ქცევასა და შედეგს შორის, რომლის მიღებაც უნდათ ამისგან. მე მგონი საინტერესო უნდა იყოს, მოიწერეთ თქვენი უკავშირი, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ იცოდეთ რა პროგრამაზე, რა პატერნებზე მუშაობთ, რა ქცევები გაქვთ და რა შედეგებს ელოდებით ამ ქცევების. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს გაძლევს წვდომას, რომ განავითარო და დახვეწო. ეს გაძლევს წვდომას, რომ ვირუსებისგან დაიცვა. ეს გაძლევს წვდომას, რომ სიტუაციურად გამოიყენო, ანუ ხანდახან გამოიყენო, იმიტომ რომ ეს პროგრამული ქცევები არ არის გადასაგდები, მეგობრებო, ეს არის ის, რაც ცალკეულ სიტუაციებში საკმაოდ დიდ შედეგებს მოგცემს. მაგრამ პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენ როგორც წესი პროგრამა გვიზიანდებათ დამახინჯებულად ვიყენებთ ამას. ნუ მაგალითად რა არის დამახინჯებული გამოყენება, ხო? აი ავიღოთ ისე პროგრამული ქცევა, ხო? მე მგონია, რომ თუ თავს ეხლა ჩემი შედეგების დემონსტრებას მოახდეთ თქვენ მოგეწონებით, მაგრამ მე შევეს გადავიდეს კვეხნაში. ეს უკვე არის პროგრამის დამახინჯებული ვერსია. რომ მე ყველგან და ყოველთვის, მაშინ როცა ამის ადგილი საერთოდ არ არის, გელაპარაკები იმაზე, რა ჯილდოები და რა სერტიფიკატები მიიღო. დააკვირდით, ქცევა დამახინჯდა და შედეგი კიდევ უფრო შორს არის. ანუ ეს კონკრეტული პატერნული ქცევა, პროგრამული ქცევა, აღარ გაძლევს იმ შედეგს, რაც წელოდები. და ყველაზე მთავარი რომ შენ თუ გამოდიხარ ამ პროგრამიდან, ეს ნიშნავს რომ შენ სიტუაციურად შეიძლება ნებისმიერი პროგრამული ქცევა გამოიყენო. არა ის, რომელზეც შენ მთელი ცხოვრება მუშაობ, არამედ ნებისმიერი სხვა. და რაც თავი კონკრეტულ სიტუაციას მოარგო, ხო? ხანდახან შეიძლება შენი პატერნული შენ ხანდახან შეიძლება პროგრამული ქცევა, მაგალითად მე ვიზრუნებ და ამით თქვენ კეთილგანწყობას მოვიპოვებ, ეს ამართლებდეს, ხანდახან პროგრამული ქცევა ამართლებდეს, რომ მე ხა ვიქნები იდეალური და ამით დავიმსახურებ თქვენ პატივისცემას, ხანდახან შეიძლება ამართლებდეს პროგრამული ქცევა, რომ მე ვიქნები მცოდნე და მცოდნე ნიშნავს, რომ მივიღებ ყველაფერი იმას, რაც მე მჭირდება სამყაროსგან, იმიტომ რომ მე ვიცნობ სამყაროს, მე ვიცი სამყაროს. ხანდახან შეიძლება პროგრამული ქცევა დააზღვიე პრევენცია მოახდინე საფრთხეების, იმიტომ რომ ამას მოაქვს უსაფრთხოება, ამას მოაქვს შედეგები, ამას მოაქვს წარმატება კრიზის მენეჯმენტის, ესე ვთქვათ, ასპექტში გადავიდეთ. ნახეთ,
ბევრი პროგრამული ქცევა, მიზანი არის რომ აღმოაჩინო ჩემი, შევძლო მისი დახვეწა განვითარება და შევძლო მისი საჭირო დროს გამოყენება. მე ვეყრდნობი დღევანდელ ლექციაში ასევე ენიაგრამას, იმიტომ რომ ენიაგრამა ეს არის რუკა ფსიქიკის და ამ რუკაზე არის აღწერილი და აღნიშნული ფაქტურად ყველა პროგრამული ქცევა, რაც არა ყველა, მაგრამ ძირითადი პროგრამული ქცევები, რაც შეება ადამიანის ფსიქიკაში არსებობდეს. რატომ? იმიტომ რომ ენიაგრამა რეალურად ადგენს შენს ფსიქოტიპს, ანუ ადგენს რაზე მუშაობ, რა ძრავზე მუშაობ, რა პროგრამაზე მუშაობ და საბოლოო ჯამში გეხმარება რომ გაიგო რა სტრუქტურა აქვს ამ პროგრამას, ანუ რა პრინციპით იმართება. და ნახეთ 9 ფსიქოტიპი ენიაგრამას მიხედვით, რაც ნიშნავს რომ 9 ძირითადი პროგრამა. თითოეული პროგრამა შემდეგ იშლება ქვეპროგრამებად, ბუნებრივია, მაგრამ მთლიანობაში თუ ესე გლობალურად შეხედავთ 9 არის, ესე ვთქვათ, მათი რაოდენობა. მე ხა ჩამოგითვლით 9-ს და შემდეგ შევესწრებ რამდენიმე მათგანი ჩავშალ და დეტალურად განვიხილავ, რომ თქვენი სისტემა უფრო გასაგები იყოს. ერთიან ეძახიან მორალის პერფექციონის, სახელების პროგრამების შესაბამისად აქვს შერჩეული, ისე რომ მეტნაკლებად აი მიხვდები რა პროგრამა შეიძლება იყოს აი ფსიქოტიპის საფუძველი. ორიანი არის მზრუნველი დამხმარე, სამიანი ტრიუმფატორი მიმღწევი, ოთხიანი რომანტიკოსი ინდივიდუალისტი, ხუთიანი მოაზროვნე, მარტოხელა მოაზროვნე, ექვსიანი ლოიალი სკეპტიკოსი, შვიდიანი ენთუზიასტი ოპტიმისტი, თავგადასავლების მაძებლი, რვიანი ჩელენჯერი ბოსი და ცხრიანი ეს არის მედიატორი, იგივე მშვიდობის მყოფელი. მოდი ხა გადავიდეთ და უკვე ვისაუბროთ და მე მინდა ორიანის პროგრამებზე გესაუბროთ. რა პროგრამული ასპექტები აქვს ორიანს, ანუ შეიძლება ვთქვათ როგორ მუშაობს ორიანის ესე ვთქვათ წილი. აქეთ პირველი და მთავარი ეს არის რა? სიყვარული და ყურადღება და ზრუნვა უნდა დაიმსახო. აქეთ ორიანის განცდა ასეთია, მისი პროგრამის პრინციპი ასეთია, რომ იმისთვის რომ მე თქვენი სიყვარული და ყურადღება და ზრუნვა მივიღო, მე ეს უნდა მოვიპო, ავტომატურად არ მეგობრებს. ამიტომ ნახეთ, რამდენადაც ორიანი ამ პროგრამაზე მუშაობს, ორიანთან აი ამ ფსიქოტიპთან კომუნიკაციაში შენ რომ პირდაპირ სადო მისთვის სიყვარულის მისცემა ის ვერ მიიღებს. მისი პროგრამა ამას არ მიიღებს, ვერ აღიქოს. ეს დაახლოებით რას გავს იცით მეგობრებო? აი თუ თქვენს კომპიუტერში არ არის ჩაწერილი სილფეინის ფონტი და თქვენ გახსნით დოკუმენტს, რომელიც სილფეინით არის დაწერილი, თქვენ კომპიუტერი ამას ვერ კითხავს. ანალოგიურად ნახეთ, ორიანის პროგრამული უზრუნველყოფა გულისხმობს იმას, რომ მე უნდა დავიმსახურო სიყვარული და თქვენ თუ უბრალოდ შემიყვარებთ, მე ამას უბრალოდ ვერ წავიკითხავ, ვერ ახვიქო. როგორც სილფეინის შრიფტს. შესაბამისად, ნახეთ, ორიანები ცდილობენ და დაიმსახურონ, ამიტომ ჯერ უნდა იზრუნოს ორიანმა და მერე მიიღოს შენგან რაღაც. ანუ პირველი არის ორიანის ზრუნვა შენს. და მისი პროგრამა ამ შემთხვევაში მუშაობს გამართულად. ამ შემთხვევაში ის ბუნებრივ მდგომარეობაში. ნახეთ, ასევე ორიანის პროგრამა თვით ზრუნვა არის ეგოიზმი. დააკვირდით? ამიტომ მას რთულად გამოსდის საკუთარ თავზე ზრუნვა, იმიტომ რომ მისი პროგრამა ეგრევე ერორს აგდებს, რომ რას აკეთებ შენ? ეს რა არის? რას გავშეიცავ? ამიტომ შფოთვა აქვს ხოლმე, ვისაც ორიანს ეუბნები, რომ შენთვის იყიდე ეს საჩუქარი, სხვებს რა ჩუქ. თო არა ეს როგორ ანაირად, ეგ როგორ? ნახე ვერ კითხულობს მისი ფსიქიკა, ვერ აღიქვავს მისი ფსიქიკა, ან აღიქვავს ნეგატიურ კონტექსტში. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ თუ რომელიმე პროგრამა გიცნოთ, თქვენი თავიდან გამომდინარე, ან თქვენი გარემოცვიდან გამომდინარე, დააფიქსირეთ ამ პლუს ნიშნით, ან რაიმე სახით გვანიშნეთ, რომ მივხვდეთ, რომ ეს მართლა 100-ია. ნახეთ, ასევე კიდევ ერთი პროგრამა, მხოლოდ მაშინ დამაფასებენ, როცა დავეხმარებ. ანუ შენ თუ ორიან ჩაულებო აფასებ, მისთვის ეს ძალიან გაუგებარი. ის ჯერ უნდა დაგეხმაროს და მერე მიიღოს დაფასება. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ თუ არ ვითვალისწინებთ მეორე ადამიანის პროგრამებს, ჩვენ მასთან კომუნიკაცია არ გამოგვენაყოფია. ჩვენ მისთვის უცხო სხეული ვიქნებ. ჩვენ მისთვის გვინდა გაუგებრობა და ფსიქიკას არ უყვარს გაუგებრობები, ფსიქიკას არ უყვარს ახალი რაღაცები. მას ურჩევნია ძველი და ნაცნობი. აი, ქართული ანდაზა შეჩვეული ჭირი მირჩევნია შეუჩვეულ ხინს, ამას გულისხმობს. რომ მე მირჩევნია ჩემ პროგრამაში ვიყო, მე მირჩევნია ჩემ სისტემაში ვიყო და ამ სისტემიდან გამოსვლა ჩემთვის არის სერიოზული ტკივილი და დისკომფორტი. ასევე ნახეთ, ორიანის პროგრამა არის დიდი როლი მაკისრია სხვების ცხოვრებაში. ანუ მას აქვს განცდა, რომ სხვების ცხოვრებაში დიდი როლი აქვს, მას შეუძლია სხვების ცხოვრების შეცვლა, სხვების გადარჩენა, სხვების გაუმჯობესება, სხვების განვითარება და ასე შემდეგ. ანუ მას ეს განცდა აქვს. და ამ განცდით ეხმარება.
როგორც წესი ორიანები პოულობენ ხოლმე ისეთ ადამიანებს, ვისთანაც ეს პროგრამა კარგად მუშაობს. ანუ მეორე მხარეს ადამიანი არის, რომელსაც აქვს პროგრამა, რომ მე მჭირდება ვიღაცა, ვინც დამეხმარება, მე მჭირდება ვიღაცა, ვინც გადამარჩენს, მე მჭირდება ვიღაცა, ვინც ხელშემიჭრავს. ანუ თუ ეხა ამ პროგრამებს განვიხილავთ წყვილებს შორის ურთიერთობის კონტექსტში, ნახეთ, ურთიერთშეთავსებადი პროგრამები ის მქონე ადამიანები კარგად წყვილდებიან. სხვადასხვა შემთხვევაში ვიღებთ რას, რომ ერთმანეთს არ ესმით, იმიტომ არ ესმით, რომ ამას სილფეინის ფონტი აქვს, იმას აკადნუსხურის ფონტი აქვს და ერთი მეორეს ვერ კითხულობს. და ხდება ეს გაუცხოება, რომ აი, ვარ ადამიანთან და მაცა ვერ, ხო, რაღაც არ გამოდის. ან მას ჩემი არ ესმის, მე მისი არ მესმის. ასევე კიდევ ერთი საინტერესო პროგრამა არის ორიანის, რომ იმდენს ვაკეთებ სხვებისთვის, რომ მაქვს განსაკუთრებული უფლებები და პრივილეგიები მასთან. ნახეთ, ორიანი არის ტიპი, რომლის პროგრამა არის, რომ გასცეს, მაგრამ ამავდროულად, რომ გასცემს, მას აქვს განსა, რომ ამით პრივილეგიებს იღებს სხვების ცხოვრებაში. ახლა მინდა რომ არა მარტო პროგრამები გაჩვენოთ ამ ფსიქოლოგიის, არამედ გქონდეთ საშუალება, რომ ჩაშალოთ ეს, ანუ რას ნიშნავს ჩაშალოთ? ანუ გაიგოთ როგორი სისტემით არის პროგრამა აწყობილი. ხო, პროგრამის მიზანი არის რა, ქცევა დააკავშიროს შედეგს. ანუ მოთხოვნილებას დაუკავშირდეს ქცევა. ეს არის უბრალოდ დაფიქსირებული, ხო? ეს არის უბრალოდ რაღაცა ჩაბეტონებული, რომ ქცევა უდრის ამ კონკრეტულ შედეგს. აი ორიანის ეს პატერნები საიდან მოდის, იცით, აი ეს პროგრამები. მოდის იქიდან, რომ მას აქვს საბაზისო მოთხოვნილება იმის, რომ მიიღოს სიყვარული, იყოს რაღაცის ან ვიღაცის ნაწილი, ეს კუთვნილების მოთხოვნილება, ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნილება ადამიანს. შეხედეთ, მერე რა ხდება, ეს უდრის ნიშანი როგორ იქნება, ეს ფიქსაცია საიდან ჩდება ქცევის და შედეგის, რომელსაც ელოდება ამ ქცევა. ნახეთ, ორიანის შემთხვევაში ეს არის სიამაყე, ანუ სურვილი გახდეს შეუცვლელი მნიშვნელოვანი ადამიანის ხვების ცხოვრებაში. რატომ? იმიტომ რომ მისი განცდა ასეთი არაცნობიერი, რომ როდესაც მე ვარ შეუცვლელი და მნიშვნელოვანი სხვებისთვის, ეს არის გარანტია იმისა, რომ ისინი მე შემიყვარებენ. ეს არის ფუნდამენტი იმისა, რომ მე მათგან სიყვარულს მივიღებ. და ნახოთ ახლა мотиваცია მადლიერება, ანუ მადლიერება არის დასტური ორიანისთვის, რომ მისი პროგრამა მუშაობს. ეს სტრესს უხსნის ორიანს, ანუ ორიანები როდესაც მადლიერებას იღებენ, მათ აქვს განცდა, რომ ხო, ჩემი პროგრამა აქ ამართლებს. მე არ მჭირდება ახალ პროგრამაზე გადაწყობა, მე არ მჭირდება კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მე არ მჭირდება სტრესულ მდგომარეობაში გადასვლა. მუშაობს. ესე იგი მე მნიშვნელოვანი ვარ მისთვის და ის მე სიყვარულს მომცემ. მოდი ახლა ნახოთ ეს ახლა პროგრამული back ნაწილი განვიხილეთ, მოდი ახლა ნახოთ front ნაწილი, ხო? საბოლოოდ აი ამ პროგრამების შედეგად როგორ ადამიანებს ვიღებთ. და თქვენ მარცხნივ ხედავთ ცნობილ ორიანებს და თუ შეიძლება დამიწერეთ ვინ გეცნოთ აქედან ამ სამი ადამიანიდან. სამივეს აქვს თანაგზნობის და მხარდაჭერის განსაკუთრებული უნარი. სამივე კარგად ამჩნევს სხვების ნიჭს, ტალანტს, შესაძლებლობებს. სამივე კარგად იცის სხვა ადამიანების, განსაკუთრებით პარტნიორების საჭიროებები. რა უნდა, როგორ უნდა, რატო უნდა, რა სჭირდება. სამივე ამაყობს, რომ სხვა ადამიანების ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი და ადგილი უკავია. და სამივეს უჭირს, რომ დახმარება ითხოვოს. უმეტესწილად თვითონ ეხმარება, ვიდრე სხვებს თხოვს, რომ აი მე დამეხმარე. მას შემდეგ რაც თქვენ დაფიქსირებთ ახლა თქვენი აზრით გაიხსენებთ უბრალოდ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, მე შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითები იმისა, როგორ დავირუსდა მაგალითად აი ეს პროგრამა და რაში გამოვლინდა ეს, როგორ გამოვლინდა რეალურ ცხოვრებაში. მაგალითად, თქვენ ქვევით ხედავთ ხალხს, ეს არის ოლღა გურამიშვილი, ილია ჭავჭავაძის ცოლი. მისი პროგრამა როგორც ვთქვით, არის რა? ის ეხმარება და უკან იღებს მადლიერებას. მადლიერებას, რომელიც არის მისთვის შეუცვლელობის მტკიცებულება. მაგრამ რა ხდება, როდესაც ის გრძნობს, რომ შეცვალეს, ჩაანაცვლა. და არის ილია ჭავჭავაძის მეფუტკრის მოგონება და ეს მეფუტკრე იგონებს, რომ ილია მოერთხელო თავის მოურავს დაავალაო წყლის მოტანაო. და ამაზე ოლღა გურამიშვილის ჰქონდა ისტერიული რეაქციაო, გამოვარდაო და მიწას უტყავდა თავს და ეუბნებოდაო ილიასო, რომ რატო მართმეო იმის საშუალებასო, რომ ჭიქაწყალი მოგიტანა. ნახეთ, პროგრამამ ვერ იმუშავა და შედეგად მივიღეთ ისტერიული ქცევა. ისტერიული ქცევა, რომელიც არის ფსიქიკის და დისკომფორტის გამოხატულება. როგორ ტკივა ფსიქიკას ამ პროგრამის მიღმა არსებობა. იმდენად არის ეს პროგრამა გამჯდარი მასში, რომ ვერც კი წარმოუდგენია ამისი კითხვა.
ზემოთ მარჯვნივ თქვენ ხედავთ ძალიან საინტერესო წყვილს, ეს არის ჰენრი ფორდი და კლარა ფორდი. ჰენრი ფორდი იცით ხო? ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შიგაწვის ზრავით ავტომობილები გამოუშვა ფორდის იმპერიის დამფუძნებელი. და იმდენად, როგორ ვთქვათ, ამ პროგრამაზე მომუშავე ტიპი იყო კლარა, მისი ფსიქიკა. რომ კლარა შეიძლება, როდესაც ფორდი ღამე მუშაობდა, სიცივეში, ყინვაში ფანარი დაეჭირა ხელში. ანუ დააკვირდით, ფიზიკური დისკომფორტი ნაკლებად პრიორიტეტული იყო, იმდენად გამჯდარი იყო ეს პროგრამა, რომ ფიზიკურ დისკომფორტზე უფრო პრიორიტეტული იყო. ანუ იქ ძილით, სიცივე, ფეხზე დგომ არაფერი იყო. თავარია რომ ამ პროგრამას ებუშავა. და ეს პროგრამა არის რა, რომ მე შენ გეხმარები მიღწევებში, მე შენ გვერდით გიდგავა. და ნახეთ, ამ პროგრამის ჯანსაღ მუშაობას ხელს უწყობდა ჰენრიც. ანუ როგორ უწყობდა ხელს? მადლიერებას აძლევდა კლარას. ნახეთ, მეორე ნაწილი. და ჰენრი ფორდს როდესაც კითხეს, რომ სიკვდილის შემდეგო ვინ გინდა, ვინ იქნებოდიო? რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნებოდიო? თავროთ სოლი იგივე მყავდეს. ნახეთ, შეუცვლელობის რა განცდას აძლევდა ჰენრი ფორდი კლარას. და ამის საფუძველზე, ამ შემთხვევაში ჩვენ ოლღას ქეიში საწინააღმდეგო გქონდა, იქ პროგრამამ, ესე ვთქვათ, ერორი ამოაგდო, იმიტომ რომ ვერ მიიღო ის, რაც სჭირდებოდა. ანუ იყო ქცევა, მაგრამ შედეგი ვერ მიიღო და პროგრამას ტრაოლტას გიფივით გაოგნებული დარჩა, ხო? რანაირად მოხდა რომ არ იმუშავა. კლარას შემთხვევაში პირიქით ძალიან კარგად იმუშავა. მარცხნივ ზემოთ არის ადამიანი, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე, როგორ ვთქვათ, სასტიკი თუ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ეპიზოდი ეკუთვნის კაცობრიობის ისტორიაში, მაგდა გებელსი, გერმანიის ჰიტლერული გერმანიის არაოფიციალური პირველი ლედი, მიუხედავად იმისა, რომ ევა ბრაუნი იყო პირველი ლედი, იმდენად აქტიურად იყო ჩართული ამ, ესე ვთქვათ, პროპაგანდისტულ საქმიანობაში მაგდა, რომ მას თვლიდნენ პირველ ლედად. და ნახეთ, ეს რა არის? ეს იყო რა ისევ პროგრამა, რომ მე ამ იმპერიაში ვდებ ყველაფერს და უკან მივიღებ მადლიერებას. უკან მივიღებ, რომ ვარამაგარი რაღაცა გააკეთე. მაგრამ რა მოხდა, როდესაც ჰიტლერული გერმანია დამარცხდა? მოხდა ის, რომ პროგრამამ განიცადა სრული ფიასკო. და პროგრამა დაინგრა მაგდა გებელსის ფსიქიკაც ამასთან. და მან არა მარტო თავი მოიკლა, არამედ ციანიდი დაალევნა საკუთარ შვილებს და დატოვა წერილი, რომ სამყარო, რომელიც იქნება ფიურერის შემდეგ, არ ღირს იმათ, რომ ჩვენ მასში ვიცხოვთ. ნახეთ, ისტერია გამოხატული ჰიპერაგრესიაში. აგრესიაში, რომელმაც წალეკა ფაქტურად ყველაფერი მისთვის ვირფას. ნახეთ, მეგობრებო, ეხლა თემა რა არის? ეს პროგრამა შეიძლება იყოს ეს დამანგრეველი და ესე ვთქვათ, გაუგებრობის და ტკივილის შემქმნელი იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ მას ვერ ვაცნობიერებთ. და რომ ვერ აცნობიერებთ ნიშნავს, რომ ვერ მართავ. მაშინ როდესაც ეს პროგრამა სიტუაციურად თუ იქნა გამოყენებული იმ ადამიანის მიერ, ვისაც აქვს კონტროლის უნარი ამ პროგრამის. მაშინ ის იქნება ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო. მაშინ ის იქნება უფრო მაღალი შედეგების მომცემი. მოდი ახლა კიდევ ერთი პროგრამა განვიხილოთ, არის თუ გაინტერესებთ, მოდი ახლა განვიხილოთ ის პროგრამები, რომელთაც მუშაობენ ტრიუმფატორები, სამიანები. ეს კონკრეტული ფსიქოტიპია. შეიძლება დაწერეთ პლუს ნიშანი, თუ საინტერესო არის, რომ იდეა ერთი პროგრამა დავამატოთ, თუ არა შეგვიძლია კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდეთ. ამასობაში მე ცოტა ამოვისუნთ, ხავ? და დაველოდებით თქვენს უკავშირებს. შეიძლება ასევე დაწერეთ, აი ორიანები თუ იცანით თქვენს გარშემო, დაწერეთ ციფრი 2, ვინც ამოიცნო ორიანი თქვენს გარშემო. და ასევე თუ შეიძლება მოიწერეთ, რამდენად გიადვილდებათ ახლა ორიანის გაგება, როდესაც შენ იცი რა პროგრამებზე მუშაობს ორიანი. როდესაც შენ იცი როგორია მისი, ესე ვთქვათ, ფსიქიკის ნიუანსები. ადამიანი ზრუნავს შენზე რა ამენ. სინამდვილეში რა საინტერესო მექანიზმი დგას ამის უკან. და რა საინტერესო სტრუქტურა დგას ამის უკან. კარგი, ხედავ თქვენს პლუსებს ვკითხულობ, ამიტომ გავაგრძელოთ. მოდით აი ხავხსნათ სამიანის პროგრამები რომ. დააკვირდით? და სამიანის პროგრამები დაახლოებით აი ესეთი საკითხების შედგება. პირველი, ყველაფერთან ადაპტაცია შემიძლია. ნებისმიერ საქმეში წარმატებას მივაღწევ. ნახეთ? მე არ მაქვს წარუმატებლობის და ჩავარდნის უფლება. შესაბამისად, აი თუ სამიანი წარუმატებლობას აწყდება, დაახლოებით ისეთივე ერორი აქვს, როგორც
ოლღა გურამიშვილს ჰქონდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ თურმე წყლის მოტანა სხვასაც შეუძლია ილიასთან. ანუ როგორც წესი ჩვენ ერორები გვემართება, ეს პროგრამა ვერ ფუნქციონირებს და ეს პროგრამა არ მუშაობს. მიღწევების გარეშე არაფერს წარმოვადი. ეს არის კიდევ ერთი სამიანური პროგრამა. ემოციებისა და განცდებისთვის დრო არ მაქვს. ნახეთ, აი, ხშირად სამიანებს აქვს ხოლმე არეულდარეული პირადი ცხოვრება და ხალხი ეკითხება რატო, როგორ, რანაირად. ძალიან მარტივად. მისი პროგრამაა კონკრეტული, რომ ემოციებისთვის დრო არ აქვს. საცალი ხა ვიღაცებს ეპრანჭოს და რომანტიული ვახშმები უწყობს. საქმეები აქვს, საქვეყნო გასაკეთებლად. თუ კი ადამიანები ჩემს ნამდვილ მეს დაინახავენ, დავკარგავ მათ აღფრთოვანებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, იმიტომ რომ ამისა და გამო სამიანები გაურბიან სიახლოვეს. მათ კონკრეტული პროგრამა არ აძლევს ამის საშუალებას, რომ შენთან ღია ურთიერთობა შემოვიდეს, შენთან გაპრანჭვის გარეშე იკონტაქტო, შენთან ამ სტატუსებისა და რეგალიების გარეშე იკონტაქტო. მოდი ახლა ვნახოთ რა დგას აი ამ პროგრამების უკან. და მე ასევე განვიხილოთ ცნობილი სამიანების მაგალითები, როგორ მუშაობს მათ ცხოვრებაში ეს პროგრამები და ერორები როგორ ხდება ხოლმე. აკვირდით, სამიანს როგორც ორიანს აქვს იგივე საბაისო მოთხოვნილება, სიყვარული. ანუ რეალურად მის ამ პროგრამებს საფუძვლად უდევს სიყვარულის მიღება. ანუ ეს ქცევითი პატერნები არსებობს იმიტომ, რომ სამიანს გონია, რომ ამით სიყვარულს მიიღებს. რატომ გონია? იმიტომ რომ სადღაც ოდესღაც ამან გაამართლა. ანუ პროგრამა როდის იქნება, იცით მეგობრებო? როდესაც შენ რაღაცას აკეთებ, ეს ამართლებს. აკეთებ, ამართლებს. და ჩვენი ფსიქიკა იმახსოვრებს ამას და იღებს როგორც აპრიორს. ჩვენი ფსიქიკას გონია, რომ ყოველთვის ასე იქნება. 4-ჯერ თუ გაამართლა, მე-5-ეთაც გაამართლებს, მე-6-ეთაც და მე-7-ეთაც. მანამ სანამ ერორები არ დაანგრევს ამ პროგრამას, მაგრამ ეს დაანგრევა როგორც ეს იმდენად მტკივნეულია, რომ ძალიან ცოტა თუ გადაურჩება ხოლმე ამას. შემდეგ როგორ არის ნახეთ, აი როგორ ცდილობს მიიღოს სიყვარული სამიანმა. თავის მოტყუებით, ანუ თავის მოტყუება აქ ჭყალებშია, არა კლასიკური გაგებით თავის მოტყუება, არამედ უკეთეს მეტ, უფრო წარმატებულ ადამიანად თავის წარმოჩენით ცდილობს. რატომ? იმიტომ რომ მას აქვს ეს პატივმოყვარეობა, სიამაყე, რომელიც ეუბნება, რომ შენ ახლა კარგი უნდა იყოს, შენ საუკეთესო უნდა იყოს, იმიტომ რომ საუკეთესო უყვართ. არ იქნები საუკეთესო, არავის შეგიყვარს. არ იქნება საუკეთესო, არ იქნება შედეგები, არავის არ სჭირდება. და ასეთი სტილით ეკონტაქტება შემდეგ სამიანი სამყაროს. ნახოთ ახლა ცნობილი სამიანის მაგალითები. აი, მარცხნივმყოფი ადამიანები არიან სამიანები. ვინ გეცნოთ, მოდი აქედან პირველ რიგში ეს დაწერეთ. და მე ახლა გეტყვით, როგორ მუშაობს ხო სამიანის ცხოვრებაში. ეს პროგრამა მაგალითად, მარჯვნივმყოფი წითელხალხსტუხიანი ადამიანი იცანით, ხო? თუ დააკვირდებით, ის თითქმის ყველა გამოსვლაში საუბრობს იმაზე, თუ რა გააკეთა, რა შექმნა, რა აშენა, სად ააშენა, როგორ ააშენა, მიღწევებზეა ფოკუსირებული. ნახეთ, მის განცდაში თუ ის არ წამოწევს წინ საკუთარ მიღწევებს, ხალხს ის არ სჭირდება, არ უნდა, არ აფასებს, არ აინტერესებს და ასე შემდეგ. ანუ მის განცდაში ის არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს მიღწევები. ასევე ამ ადამიანის მარცხნივმყოფი ფეხბურთელი, ალბათ ის ციცანით, და მე თქვენ ახლა კომენტარებს ვაკვირდები და არ გიწერიათ არავის სახელი და მე მგონი ვერ იცანით და მე უნდა გაგიმეორეთ ახლა ვინ არის, მაგრამ ბოლოს ვიტყვი მაინც ჯერ დავტოვოთ, რომ იქნებ ამოიცანით ეს ცნობილი ადამიანები. მარცხნივმყოფი ფეხბურთელი არის საკმაოდ ასაკოვანი ფეხბურთისთვის უკვე, მაგრამ ის მაინც აგრძელებს ფეხბურთის თამაშს. და ის არის მაქსიმალურად ორიენტირებული რეკორდებს ემება. რეკორდს ამყარებს. მან შეიძლება თამაში 2 გოლი გაიტანოს და მაინც უკმაყოფილო დატოვეს მოედანი. მას თუ ვადაზე ადრე შეცვლი, ის აუცილებლად გააპროტესტებს. რატომ? იმიტომ რომ მისი პროგრამა ასეთია, რომ მე თუ გოლები არ გავიტანე, მე 0 ვარ. მე არაფერი არ ვარ. ამიტომ მის განცდაში შედეგები, მიღწევები, რეკორდები, გოლები, ტიტულები აპრიორი აუცილებელია. სხვანაირად მისი ფსიქიკა ერორს აგდებს, სხვანაირად მისი ფსიქიკა გაუგებრობაშია. სხვანაირად ის რაღაცა ფუნდამენტურს კარგავს. და ქვემოთ, ერთ-ერთი ცნობილი ტელეწამყვანი, ქალი, რომელსაც ეკუთვნის ტელენახვების რეკორდები, ქალი, რომელიც მუდმივად გაუმჯობესებაზე, განვითარებაზე, მიღწევაზე და შედეგებზე ორიენტირებულია. მოკლედ, ოპრა
მიხეილ სააკაშვილი, კრისტიანო რონალდო ტიპიური სამიანები არის. ახლა მე მინდა გთხოვოთ, უშება დაწერეთ თქვენს გარშემო თუ იცანით სამიანები, თუ ამოიცანით სამიანები, დაპლეოსტით და ასევე რამდენად გასაგები გახდა სამიანის ხასიათი მას შემდეგ, რაც გაიგეთ რა პროგრამებზე მუშაობენ სამიანები და როგორია მათი პროგრამული უზრუნველყოფა. მე მგონი საკმარისია, მაგალითად, ეხლა 9-ს ვერ მოვყვები, ძალიან შორს წავალთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უნდა ვილაპარაკო, მაგრამ შევეცდები ხა შევაჯამო ეს რაც თქვი და შემდეგ კითხვა-პასუხისთვისაც დავიტოვოთ დრო. დააკვირდით მეგობრებო, ჩვენი ამოცანა არის შემდეგი. რომ დავაცნობიეროთ, როგორია ჩვენი არაცნობიერი პროგრამა. და ეს დაახლოებით იგივე ეფექტს მოგცემს, აი შემთხვევით არ გამომიტანე ხა ეს ფოტოსურათი, ეს არის ვაჩკოვსკების მატრიციდან კადრი, როდესაც ნეო ხდება რჩეული, თავარი პერსონაჟი, კიანუ რივზის პერსონაჟი და ის სამყაროს ხედავს არა როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, აგენტებს ხედავს არა როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, არამედ როგორც პროგრამებს. ანალოგიურად, როდესაც შენი დიაგრამა შეთვის ადამიანი და მისი ქცევა არ არის ჩვეულებრივი ქცევა, არამედ ეს არის რაღაცა პროგრამული კოდების ერთობლიობა. როდესაც შენ იცი დიაგრამა და ხედავ პირობითად ადამიანს, რომელიც ისტერიულად ზრუნავს, შენთვის ეს უკვე გასაგებია რა ფორმულების ერთობლიობა ქმნის ამ ქცევას. შენ რო ხედავ ადამიანს, რომელსაც გადადებული აქვს ყველაფერი და მხოლოდ შედეგებზე და მიღწევებზე ორიენტირებული, შენთვის უკვე გასაგებია რა ფორმულით აკეთებს ის ამას, რა პროგრამაზე მუშაობს. ანუ, როდესაც შენ იცი დიაგრამა და შენ იცი ეს ძირითადი 9 პროგრამა და მისი ქვეჩაშლა პროგრამები. შენ ნებისმიერ ტიპთან ნაყოფიერ კომუნიკაციას დაამყარებ, ეს იქნება შენი უფროსი სამსახურში, შენი თანამშრომელი, შენი შვილი, შენი დედა, შენი ქმარი, შენი ცოლი და ასე შემდეგ. მათი ნებისმიერი ქცევა ადვილად გასაგებია შენთვის და შენ უფრო მარტივად შეგიძლია ამ ქცევებთან ადაპტირება. დააკვირდით, მთელი ჩვენი რესურსი იხარჯება იმაზე, რომ ჩვენ არ გვესმის ადამიანები 100-იან ისე რატო იქცევიან, ჩვენ ვერ ვადაპტირდებით ამ ქცევასთან, ვერ ვახდენთ მასთან კოლაბორაციას. უფრო მეტიც მთელი ენერგია მიდის იმაზე, რომ ბრაზდებით რატოა ის ასე. მაშინ როცა შენ გაქვს ახლა უნიკალური ინსტრუმენტი, რომელთაც შეგიძლია კოლაბორაცია ნებისმიერ პროგრამასთან. ხო არსებობს ესეთი უნივერსალური მოწყობილობები, რომელიც ნებისმიერ კომპიუტერზე, ნებისმიერ ტელეფონზე მუშაობს. აი დაახლოებით ესეთი ტიპი ხდება. ამავდროულად ეს შენი დიაგრამა თავარი შენ იცი შენ თვითონ რა პროგრამაზე მუშაობ და შენ იცი როგორ დააპდეიტო ეს პროგრამა. რომ დააკვირდით მეგობრებო, ნებისმიერ პროგრამას აქვს თავისი რაღაცა შარშანდელი და შარშანიდელი მოდელი და აქვს კიდე ბოლო მოდელი. ეხლა არ ვიცი, iPhone რომელი გაქვს. შენ გაქვს საშუალება გქონდეს iPhone 5 ან iPhone 13. ოღონდ შენ უნდა იცოდე, რომ iPhone-ია შენი პროგრამა. ანუ შენ უნდა იცოდე და შემდეგ შენ შეიძლება მის განახლებას, მის გასალაშინებას, მის გაუმჯობესებას. და თუ კიდევ უფრო მეტად შეისწავლი ამას, მაშინ შენ შეიძლება საერთოდ რომ iPhone-იც იყო, smartphone-იც იყო, ვაფშე ყველა ფონი იყო, იმის და მიხედვით სად რა გჭირდება. ანუ შენ შეიძლება სიტუაციურად პროგრამების გამოყენება. სანამ კითხვებზე გადავალ, მე გეტყვით ესეთ რაღაცას, ეხლა ეს ძალიან დიდი თემა, იმდენად დიდი თემა, რომ მე გავაკეთე ტრენინგი, რომელიც 28 თებერვალს ონლაინ იწყება, რომელიც შედგება 10 შეხვედრისგან. ანუ თითო დღეს 2 საათს ჩვენ დაუთმობთ ფაქტიურად თითო ფსიქოტიპზე, ანუ თითო პროგრამაზე საუბარს. 2 საათი ვისაუბრეთ მაგალითად 3-იანზე, 2 საათი ვისაუბრეთ მაგალითად 2-იანზე. ისე რომ თქვენ საფუძვლად შეისწავლით ამას და შეძლებთ რომ პირველად საკუთარი თავი გაიგოთ, შეძლებთ რომ გაიგოთ სხვა ადამიანები და ამით გაიუმჯობესოთ ცხოვრების ყველა მონაკვეთი თუ ეპიზოდი. 28 თებერვალს ვიწყებთ, იქნება საღამოს 9 საათზე Zoom-ში 10 შეხვედრა, ორშაბათი 4 შაბათი პარასკევი. და კიდევ ერთ გეტყვით რომ მაქვს თქვენთვის საჩუქარი. ყველა ის ადამიანი, ვინც არის ვახტანგის გამომწერი და დარეგისტრირდება უახლოესი 24 საათის განმავლობაში ამ ტრენინგზე. ტრენინგ გულს თქვენ ნახავთ სათაურში და თუ ვერ მიაგენით მომწერეთ და მეც გამოგიგზავნით, მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას ყველა პაკეტზე ამ ტრენინგის. ასე რომ იჩქარეთ და ამით გამოიყენეთ ეს ძალიან მაგარი ინსტრუმენტი ჩემი აზრით. ოკეი, ახლა გადავიდეთ კითხვებზე, თუ შეიძლება თუ რაიმე კითხვები გაქვთ, მოიწერეთ. ასევე ვახტანგსაც დავთხოვო კითხო, არ არის რაიმე რაც აინტერესებს ამ თვალსაზრისით. ერთ რამეს დავაკომენტარებ. აბა, ხშირად ხდება ხოლმე, რომ ნებისმიერ მოდალობაში
იქნება ეს ენეაგრამა თუ კიდევ სხვა, სადაც გვაქვს ესე თუ ის კატეგორიები, არ აქვს მნიშვნელობა რა პრინციპით იყოფა. ადამიანები ჩერდებიან ხოლმე აი მომენტზე რომ გაიგებენ აი ვინ ვარ. რომელ კატეგორიას მივეკუთვნებ. თუ მხოლოდ აქ გაჩერდით, ფაქტიურად ხდებით კვაზი რელიგიის მიმდევარი. გაქვთ თქვენი ჯიბის ფორმატის რელიგია, სადაც გჯერათ რომ აი ორიანი ხარ, სამიანი ხარ და всё, ამაზე ცხოვრება დამყარდა. ხო რაღაცა 9 მოციქულიანი რელიგია ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ტრენინგი საინტერესოა ზუსტად იმით, რომ თქვენ შეგიძლიათ გააფართოთ თქვენი პროგრამული რეპერტუარი, თქვენი რეაქციები, აქ ერთი შეგიძლიათ კიდე 8 ცალი მიამატოთ. როგორ განავითარო, ასე ვთქვათ, შეისწავლოს სხვა ენეა ტიპების რეაქციები, სხვა პატერნები, სხვა პროგრამები. რატოა ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ნებისმიერ სისტემაში, რომელიც შედგება ადამიანებისგან თუ მანქანებისგან, წამყვან ლიდერულ ელემენტად გადაიქცევა ის, ვისაც აქვს რეაქციების და პროგრამების, ასე ვთქვათ, შესაძლო პასუხების ამა თუ იმ ამოცანებზე და გარემოზე ყველაზე დიდი მარაო, ყველაზე დიდი რეპერტუარი. ამიტომ ძალიან სასწაულო ტრენინგია. ვისაც არის აქტუალური, ასე ვთქვათ, აი განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გაქვთ ისეთ შეგრძნება, რომ იმდენ რამეს აკეთებთ უკვე შეიძლება twin-მა გაასხას ყურებიდან, ხო, აი გიდუხთ იქ ყველაფერი. რატო? იმიტომ რომ ძალიან ბევრ ცნობიერ ყურადღებას უთმობთ იმ პროცესებს, რომელიც თქვენთვის არ არის ნაცნობი, რომ თქვენ ენეა ტიპს არ მიეკუთვნება. შესაბამისად, შეგიძლიათ ამ პროცესების ავტომატიზაცია მოახდინოთ. ანუ ახალი პროგრამა აითვისოთ და გადაიყვანოთ, დაინსტალიროთ ის ისეთივე ავტომატური ფუნქციონირების რეჟიმში, სადაც ისევე როგორც აი გაიხსენეთ ნებისმიერი რაღაცა, რასაც აკეთებთ, კარგად იოლად ძალდაულა ვერც კი აც მაგალითად მანქანა რო დაგყავს, ხო? თავიდან ბევრი ყურადღება მიქონდა და ეხა ისე მიყავს მანქანათან, შეიძლება რაღაცა ისე იფიქრო ვიღაც ელაპარაკო კიდე, ზოგი ამ დროს ახერხებს რაღაც ტელეფონში კინოების ყურებასაც ახერხებს მანქანის დარების დროს, მოკლედ შეგიძლიათ თქვენთვის ახალი ქცევა პრაგმატულად აუცილებელი, ხო? ასე ვთქვათ, მიცეთ მას ავტომატიზაცია. შესაბამისად, დროის ერთეულში გააკეთებთ გაცილებით მეც. დაგეხარჯებათ უფრო ნაკლები ენერგია, იმიტომ ცნობიერი ყურადღება ბევრ ენერგიას მოითხოვს, არაცნობიერი ყურადღება მინიმალური ენერგეტიკული ინვესტიციები თქვენი მხრიდან გარფიტავს ორგანიზმს, მარტივად რო ვთქვათ და იქნებით, ასე ვთქვათ, ეფექტურები, შედეგიანები და ამავე დროს ჯამთელები და ბედნიერები ამაში საქმე, იმიტომ რომ თუ ბევრ რაღაცას აკეთებ, მაგრამ აი ცოტაც და გავლელების კბენას დაიწყებ ქუჩაში, ნუ კი შედეგიანი ხარ, მაგრამ ამ დროს ფსიქოლოგიურად ვერ ხარ კარგად, ემოციურად, ასე ვთქვათ, დისკომფორტულად ხარ და ნუ აქედან სხეულის დაავადებამდე ნახევარი ნაბიჯია. შესაბამისად, ეს არის ის ცოდნა ფაქტიურად, რომელიც პრევენციულად გაძლევს საშუალებას ცხოვრებას ითამაშოთ თეთრი ფიგურები. ანუ არის ორი ვარიანტი, ან შავი ფიგურებით თამაშობთ, ხო, ცხოვრება გისახავთ რაღაცა გამოწვევებს, რაღაცა სიტუაციებს და თქვენ ფიქრობთ ეხა ამას რა უყო, როგორ მოვახდინო ამაზე რეაგირება. თუ გააქვს მზა ეფექტური რეაქცია, გადასარევი. თუ არ გააქვს მზა ეფექტური რეაქცია, ამ დროს რა შვები, ხო? ამ დროს შენი კრეატიულობა ირთვება მხოლოდ მაშინ, როდესაც ცხოვრება გაიძულებს კრეატიულობას. როდესაც იცი, ასე ვთქვათ, სხვა ტიპის პატერნები და სხვა რეაქციები, რომელიც შეიძლება შენთვის თავიდან დამახასიათებელი არ იყოს, მაგრამ ასე ვთქვათ, ისე გიდევს ყოველი შემთხვევისთვის ჩანთაში, ხო? არ გჭირდება მე გონების დაძაბვა, იმიტომ რომ მზასახით გაქვს, აგერ ბატონო, ერთმა არ იმუშაო, მეორე არ იმუშაო, მესამე. მაგალითად, მე როდესაც ვსახავ რაღაცა მიზანს, მაქვს ხოლმე 10-12 გეგმა მისი განხორციელების, 10-12 პროგრამა ამ პატერნი, მიდ და გამაჩერეთ, აბა თუ დამეწევით. იმიტომ რომ ერთი ვარიანტი გაჩერდება, მეორეზე ავტომატურად გადმოვერთვები, ასე ვთქვათ, 2 წუთში. ხო და მათთვის, ვისაც გსურთ, ესეთი მასშტაბური შედეგიანობის შექმნა, ან ხარისხობრივი ზრდა, ეს ტრენინგი იქნება აი გადასარევი. ჩემი მოგზალებული აზრით. მე ჩემი გამოცდილებაც შემიძლია გითხრათ, რომ პირველი რაც იყო ის, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავზე გამოვიყენე და დავტესტე და ვნახე როგორ მუშაობს. როგორ მუშაობს ის, რომ მე ვაცნობიერებ ჩემ პროგრამას და ვაუმჯობესებ ამ პროგრამას. ნებისმიერ ამ პროგრამას, რომელიც ჩამოგითვალეთ, თავისი 9 დონე აქვს, ანუ 9 დონე ხარისხიანი მუშაობს.
9 დონე რამდენად კონსტრუქციულად ვიყენებ ამ პროგრამას. ნუ მაგალითად ეხა ორიანი რო ავიღოთ, რომელსაც ზრუნვის პროგრამა აქვს, ეს ზრუნა შეიძლება იყოს აღჩობელა ზრუნვა, ეს როდესაც პროგრამა დამახინჯებული. ან ეს ზრუნა შეიძლება იყოს ძალიან მიზნობრივი. ეს მაშინ როცა ამ პროგრამას ეფექტიანად და ნაყოფიერად. ეხა ოპერა რო კონდა იქ მაგალითად, ოპერა თავის აი ამ პროგრამას ტრიუმფატორის იყენებს მაღალ განვითარებულ დონეზე და ამიტომაც აქვს მასეთ შედეგები. კრისტიანო რონალდოზე რო საუბრობთ, ის უმაღლეს დონეზე იყენებს ამ პროგრამას და ამიტომაც აქვს ასეთ შედეგები. რონალდო არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი ფოლოვერი ყავს ინსტაგრამზე. რატომ? იმიტომ რომ ამ პროგრამას კარგად ამუშავებს. დემნა გვასალია ჩვენი სასახელო, რომელიც 4-იანის ინდივიდუალისტის პროგრამაზე მუშაობს. როგორ მოახერხა რომ კალოშები, რომელიც ბაზარში 10 ლარი ღირს, ის ყიდის რამდენიმე $1000. რანაირად და გამოიყენე ინდივიდუალისტის პროგრამა. და შენ შეიძლება ჯოან როულინგი გახდე, რომელმაც მოახერხა რომ შეექმნა გენიალური ნაწარმოები და ყოფილიყო ბიბლიის შემდეგ ყველაზე გაყიდვადი წიგნის ავტორი. როგორ და ინდივიდუალიზმის პროგრამული ესე ვთქვათ ასპექტები ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფანტაზიატევადი, ანუ ინდივიდუალის 4-იანს აქვს ძალიან განვითარებული ფანტაზიის უნარი. უბრალოდ ამ პროგრამის გამართული მუშაობა გულისხმობს იმას, რომ ამ ფანტაზიამ შენ კი არ შეგჭამოს, როგორც ეს იყო ჯოან როულინგის ცხოვრებაში, ის დეპრესიით იტანჯებოდა, ფსიქიატრიულში იწვა. იმიტომ რომ ვერ იყენებდა თავის პროგრამაზე, ეს პროგრამა მას შიგნიდან ანადგურებდა. მაგრამ დახვეწა, განავითარა და ის რაც აქამდე მისი მინუსი ჩანდა, მისი ძლიერი მხარე, მისი უპირატესობა გახდა. კარგი, ვნახოთ, აბა კითხვები ხო არ აქვს ჩვენს მაყურებლებს. რამდენად გაიგეთ, თუ შეიძლება 10 ბალიან სისტემით შეაფასოთ, რამდენად გაიგეთ აი ეს პრინციპი როგორ მუშაობს. შეაფასოთ სისტემით და ასე თუ კითხვები მოგწევთ. სანამ შეკითხვას დაგვისვავენ, კიდე ერთი კომენტარი მაქვს, ესეთი ძალიან სასარგებლოა იმის გაცნობიერება, ზუსტად ცოდნა სად დაერუვდა შენი პროგრამები, რატო? იმიტომ რომ twin ყველაზე კარგად ისეა მოწყობილი ბიოლოგიურად, ყველაზე კარგად იმახსოვრებს დაუსრულებელ მოქმედებებს. გაჭედილ პროგრამებს და ეს ნევროს, ეს იმდენად ფიტავს ნერვულ სისტემას, სხეულს და ასე ვთქვათ, სულს ზოგადად. რომ იმის გაცნობიერება, რომ აი აქ ეხლა ჩამოეკიდა ეს პროგრამა და მარტივად რო ვთქვათ არის გასაჩერებელი ეს ამბავი. დასასრულებელი რაღაცნაირად, ესე ძალიან სასარგებლო რამე. ხო ქონიათ, რომ მაგალითად დღის მანძილს ძალიან ბევრი რაღაცა აკეთეთ, დაიღალეთ, დაწექით საწოლში და ვერ იცით. რატო? იმიტომ რომ რამდენიმე ან ერთი ესეთი შუაში გაჩხერილი პროგრამაა დაუსრულებელი, რომელიც დაერორდა და შესაბამისად twin-ი არის ძალიან აქტიურ მდგომარეობაში. ფაქტობრივად twin-ის გონია, რომ მირბიხარ სადღაც ამბობს ეხარ საწოლში. ვალერიანებს ყლაპავ, მასაჟებს იკეთებ, მაგრამ ვერ გშველის. რატო? იმიტომ რომ ზანამ მარტივად რო ვთქვათ, აი გოგრაში არ გავაჩერებთ იმ დაერურებულ პროგრამებს აფერი არ გამოვა. შეიძლება გავახშოთ რაღაცა პრეპარატებიც, მაგრამ ის წავა უფრო სიღრმისეულ დონეზე და მე ფსიქოსომატურ დაავადებებს ქმნის ხო. შესაბამისად, ესეც ძალიან სასარგებლოა იმის ეს უნარი რომ გააცნობიერო, აი ეხლა ეს პროგრამა მთხოვს დასრულებას და თვითონ ვერ გამოსდის რატომღაც. აი ძალიან სწორი ეს იყო ჩარტვა იყო, რომ აქტიურად ფსიქოსომატიკა ეს არის რა სხეული იწყებს ლაპარაკს შენს ერორებს. სხეული ეუბნება, რომ აი ერორი გაქვს აი ამაში და მიხედავ. და ეს არის უკანასკნელი ფაქტურად ნაბიჯი, სხვანაირად ვერ გაგაგებინა. ანუ ფსიქიკა ვერ გაგაგებინა სხვანაირად, სადღაც ერორები გაქვს და დარჩა ერთადერთი გზა, რომ გაგაგებინოს ისეთი უკიდურესი ფორმით, რომ იძულებული ხარ მოусმი. მაგრამ ნუ კარგია რომ აქამდე არ მევიყვანოთ საქმე და მოდი მანამდე დავიჭიროთ, სად იჭედება ჩვენი ფსიქიკა. და ვიზრუნოთ იმას, რომ არ გაიჭედოს, იმიტომ რომ არ გაჭედო ავტომატურად ნიშნავს უკვე შედეგს. ანუ ჩვენ ფაქტურად არ გაჭედვასა და შედეგის დადებას შორის მერყეობს. იშვიათად გარდამავალი პერიოდები გვაქვს, მაგრამ ერთად ეს ორი უკიდურესია. ამის გამოსწორება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შედეგი გაქვს უკვე პირად ცხოვრებაში, ფინანსებში, კარიერაში, ჯანმრთელობაში და მარტივად ვთქვათ, უფრო ბედნიერი ხარ, უფრო ლაღი ხარ, უფრო თავისუფალი ხარ, უფრო ხალისიანი ხარ. ცხოვრება გიხარია. იდეაში ამისთვის გავჩდით, რაც ცხოვრება გიხარებოდა.
კიდევ ერთი მომენტია სხვა შორის მნიშვნელოვანი. როდესაც გვაქვს რაღაცა პრობლემა რა არის? ეს არის ის შედეგი, რომელსაც არ გეგმავდით. თუ არ ამას გეგმავდით და ამოყავით თავის სხვა სიტუაციაში. ზოგი პრობლემის ფუძეში პრობლემას ქმნის ხანდახან პროგრამა. რეალურად. თუ გავაცნობიერეთ, როგორ რას ვაკეთებ აი აქ იმისთვის, რომ ესეთი პრობლემა შევიქმნა და შევინარჩუნო, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, წინ გადადგმული ნაბიჯი გაქვთ საკუთარ თავს უფრო კარგად მართავ ამ შემთხვევაში, არ ხარჯავ დროს ხალხი წლებით ქეკავს რაღაცა პრობლემების მიზეზებს და ნუ აღმოჩნდება ხოლმე აი აქედო ზედაპირზე შუბლზე და ხდება ხოლმე ხანდახან მოდიან ადამიანები 10 წელი დავდივარ ფსიქოლოგთან ყოველდღე მეთქი რა შვებით ამისთანაც დალოცვილო რა ვერ იჯერეთ გული ლაპარაკით და ნუ მე ირკვევა რომ საქმე იყო მცირე პროგრამაში მაგალითად მოდის ადამიანი დეპრესიაში და ეკითხები ხველოდებო რომ ეხლა მიზეზებზე უნდა კითხო რაღაცა აბა დედა ვინ იყო მამაი უნებრივ მოდი მასწავლე რა როგორ აკეთებ ამას და რა გასწავლო და მასწავლე როგორ იქმნი დეპრესიას აი წარმოიდგინე შენს მაგივრად უნდა ვიცხოვრო ერთი დღე და მეც უნდა ვიყო დეპრესიაში მასწავლე როგორ უნდა ვიაზროვნო რა უნდა ვაკეთო იმისთვის რომ დეპრესიაში შევიდე და ვიჯდე შიგნით წლობით აი როგორც შენ და მე რა ვიცი და როგორ არიცი ოსტატი ხარ გრან-პრი გაქვს მისაცემი იმიტომ რომ ამას აკეთებ უკვე აგერ წლები ხო აი ამის გაცნობიერებას რო იწყებს ადამიანი რომ თურმე თვითონ თავისი ავტომატური აზროვნებით და ქცევით ქმნის ასე ვთქვათ მარაზმის სხვა სახეობებს თავის ცხოვრებაში ეს არის უკვე ერთი ნაბიჯი იმიტომ რომ გაცნობიერება რო ხდება პროგრამის ის ჩერდება როგორც კი ჩერდება გეძლევა პაუზა იქმნება იმისთვის რომ ასე ვთქვათ ეს პროგრამა გადააწყო და უფრო კონსტრუქციული მატერიალი მეგობრებო, მოკლედ გისურვებთ, რომ გააცნობიეროთ თქვენი პროგრამები, დააპდეითოთ, ვირუსებისგან გაწმინდოთ და გახადოთ თქვენი ცხოვრება უკეთესი. როგორც შეგვიძლია 20%-იანი ფასდაკლება გაქვთ ტრენინგზე, სადაც ამ თემაზე საფუძვლად ვისაუბრებთ. ტრენინგის ლინკი შეგიძლიათ სათაურში და 24 საათი გაქვთ იმისთვის, რომ ამ ფასდაკლებას ისახოთ. ვახტანგ, დიდი მადლობა შენ მასპინძლობისთვის. გელოდებით ყოველთვის დიდი სიხარულით. ხოჯინში მოგვიტანე ხოლმე გემრიელი და საინტერესო ფსიქოლოგიური კურსელები. კი ბატონო, აი ხავ ცადე კაკრას შენი თემის და ენეაგრამას კიდევ უფრო კარგად დაკავშირება. ეს საინტერესო გამოვა. კეთილი